საკეთებს ირაკლი კობახიძე, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. რესპუბლიკის თავრობის თავმჯდომარის, ისე ჩვენი აჭარის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა და ის წარუდგინეთ ჩვენი პარტიის წევრების წინაშე, მას უსურვებთ კიდევ ერთხელ წარმატებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანის საქმიანობა ორივე პოზიციაზე იქნება ძალიან წარმატებული. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანი, ძალიან დიდი გამოცდილებით, ძალიან დიდი კვალიფიკაციით, შესაბამისად ის იქნება ძალიან წარმატებული, როგორც თავრობის თავმჯდომარე, ისე ჩვენი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე. უნდა გკითხოთ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ოპოზიციის მხრიდან, რატომ გახდა აუცილებელი საკადრო ცვლილებები აჭარაში? თქვენ იცით, ჩვენ ვისაუბრია ხშირად იმასთან დაკავშირებით, რომ როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური ჯანსაღი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიშვაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებისთვის, ისე ჩვენი პარტიული ამოცანების მისაღწევად, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ბატონო ირაკლი, როტაცია არა არის არჩევნებამდე 4 თვით ადრე არჩეული მერების გადადგომა, იდენტური განცხადებების დაწერა, ისე რომ მხოლოდ ქალაქებს ვიან ქობულეთის და ბათუმის შემთხვევაში, ეს არის როტაცია თუ რა ხდება რეალურად? ეს ნორმალური მოვლენაა. კადრებისგან გათავისუფლება ხდება. არჩევნებში არ არის. არჩეული მერის გადაყენება როდესაც ხდება? არაფერი შუაში არ არის. ჩვენ ვემზადებით მათ შორის არჩევნებისთვის. და ბუნებრივია ამ კუთხით გვაქვს სერიოზული სამზადისი, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ეს რა მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე თქვენ მოგეხსენებათ ასეთი ცვლილებები. ამას არ ჭირდება არაშუაში არჩეული მერების გადაყენება, მათ მიიღეს გადაწყვეტილება და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არის მოახლოებული არჩევნები და შესაბამისად, არ ვიცი, შეიძლება დროს მათ ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. და ერთნაირი განცხადებები დაწერეს ბატონო ირაკლი, თუ დააწერეთ? არ ჭირდება. ძალიან იდენტურია. ამას არ ჭირდება არანაირი სპეკულაციები, დაიწერა განცხადებები. ჩვენ ამას გაგებით, ვეკიდებით, კიდევ ერთხელ გამიმერებ, ჩვენ მზად ვართ ბუნებრივია ყველა მუნიციპალიტეტში ვემზადებით ძალიან აქტიურად არჩევნებისთვის და 64 მუნიციპალიტეტში და აჭარის 6 მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის ისე საქართველოს არჩევნებს. თქვენს ღია წერილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომ ეს ამერიკულ მხარეს მიუძღვენით, ასე ვთქვათ, რა მოლოდინები ჰქონდათ, რას ისახავდა იგი მიზნად და იმ შემთხვევაში თუ თქვენი მოლოდინი არ გამართდა, როგორც წარიმართება პროცესები? ჩვენ გვაქვს შეთავაზება ამერიკული მხარის მიმართ, ეს შეთავაზება არაერთ გზის გავაჟღერეთ, მათ შორის ჰქონდა არაღია კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ასევე საჯარო განცხადებები ჰქონდა მანამდე გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით ჩვენ ხოდარ ნაბიჯებს. რეალურად ძირითადად იგივე გზავნილი იყო გახმოვანებული ჩემს ღია წერილშიც. ჩვენ ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება რა თქმა უნდა ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემოხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ deep state ინარჩუნებს უპირატესობას ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხაროდ. თუმცა ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი ვიდრე deep state, შეასუსტებს deep state. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემოხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ ვიქნებით ამისთვის რა თქმა უნდა მზად. პარლამენტის ადგილმდებარეობაც რო შეაფასოთ, რომელიც ეგრეთ წოდებულ მეგობრობის აქტს უკავშირდება, აი ამ მიმართულებით რა მოლოდინი გაქვთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იყო, ძალიან მიხარია, რომ პარლამენტში დაინიცირდა მსგავსი შინაარსის პროექტი და აქაც არის ასახული ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვათ სათყოფნას იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, ჩვენ ართ აბსოლუტურად მზად ამისათვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში. ნახოთ რა ნაბიჯები გადაიტყვება ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან. ჯონ უილსონის თანაავტორობით წერილით თხოვენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ვისები არ გასცენ საქართველოს დელეგაციაზე, ასევე დააბრუნონ რა სამბლოკ საქმე და ეს ერთი და იგივე ადამიანები რატო ცდილობენ ყოველთვის რატო ერევლენ საქართველოში ეს საკითხებში და რატო ცდილობენ ხელი შეუშვათ? ესეც არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რომ შეხედოთ ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს რაღაც თავისი ნატურით ცეკას დივანს, ხო? ანუ არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ შეშვენეს ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით
ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს, ხო, სხვანაირი ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეც, როგორცაც განასახიერებს ჯო ვილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება. ეს არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თვითონ ევროპისთვის, რომ ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად დამკვიდრდეს ჯანსაღი დამოკიდებულებები. ბატონო ირაკლი, რასა იუკნევიჩიანების განცხადებაზე მოკლედ მინდა გკითხოთ, ის ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ ევროპის კიდევ ერთ ადგილას ევროპის კონტინენტზე საქართველოში მყარდება დიქტატურა და შალო პაპუაშვილიც ასეთი ფორმულებით გამოეხმაურა, რომ დიქტატორ სააკაშვილის მეგობარს უდიში აქვს მოსახდელი ასეთი განცხადებისთვის, რადგან ქართული ეთნობის ამომრჩეველს უწოდებს ინფექციასო, ასე ამბობს მოკლედ. რა თქმა უნდა, შეფასება რომ გკითხოთ. ალბათონი, რასაც არის ამ საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და აქაც იგივე ტიპაჟია, ხო, ჯო ვილსონი, ალბათონი რასა არის აბსოლუტურად ერთნაირი ტიპაჟი, პირდაპირ გამოსჭვის ცეკას სულისკვეთება ამ ადამიანებისგან. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენს ალბათონი რასა და როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საკუთარი საბჭოთა გამოცდილებიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მიდგომა, ჯანსაღი მიდგომა, რასაც ვერ ხედავთ ასეთი ადამიანების მხრიდან. ის ნამდვილად არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი, მასთან მეგობრობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იყო სააკაშვილი რეჟიმის ხელმძღვანელი და აგრძელებს ამ მეგობრობას დღემდე, რაც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ადამიანს. ალბანეთში ვიზიტზეც რო გითხოთ, რა გზავნილები იქნება? ჩვენ ყოველ ჯერზე ასეთ ვიზიტებს ვიყენებთ იმისათვის, რომ ვესაუბროთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, საკონსულო სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ჩვენს პარტნიორებს. არის ერთხიანი ფორმატი, სადაც მრგვალი მაგიდის რეჟიმში მექნება ამ გზავნილების განხილვის საშუალება და ასევე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოს მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. ჰერჩინსკის გზავნილებზე რაც ვეტყვით, ჰერჩინსკის გზავნილები კრიტიკა როგორია პასუხი ამ შესახებ? მას არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს როგორც ძალჩმა. ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება, რაც მინდა გავაკეთო. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმე დაისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკულია, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას Deep State არ აძლევს სამწუხაროდ ამის საშუალებას. უმუშევრობის დონე 2024 წელს არის შემცირებული 2023 წელთან შედარებით, ასევე დასაქმებულობა არის გაზრდილი. თქვენი შეფასება როგორია? მთლიანობაში ამ მხოლოდ ბოლოს 3 წლის განმავლობაში რო ავიღოთ 2022, 23, 24 წლები, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა 195,000 ახალი სამუშაო ადგილი. ეს გამოიწვია, რა თქმა უნდა, სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ. ეს ყველაფერი გვაძლევს ასევე ოპტიმისტური ბოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენება, ჩვენ საარჩევნო პროგრამაში იყო ასახული ამბიციური მიზანი ამ კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ დამატებით 4 წლის განმავლობაში შექმნათ 200,000 სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობა უკვე 4%-იან ნიშნულს ჩამოსდება. ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის თავარია, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი. ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი. ბატონო ირაკლი, წინ ჩამოსვლაზე სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის ღალატზე საუბრობდით და მე მაინტერესებს რა ქვია იმას, როდესაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს წარმომადგენელს იწვევთ უკან ხარს უჭერთ, სულ პოლიტიკაშვილზე საუბრობ, ხარს უჭერთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, არსებითი ნიშნულობა შესაძლებელი არც აქვს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამას აკეთებთ იმის გამო, რომ ბაჩიაშვილი გადმოგცეთ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თუმცა მე მაინტერესებს რატომ გაიწვიეთ, რატომ არ დაუჭირეთ ხარს პოლიტიკაშვილის განდაყროს და ვინ იყვნენ ის ელჩები, რომლებზეც გუშინ საუბრობდით და რომლებიც დაიბარეს და რაღაც საქმეები უჩიეს. ძალიან შორსახვედეთ სპეკულაციებში, რაც შეეხება ელჩებს, მას მე ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ დახურულ რეჟიმში ხდება ხოლმე ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მესამე ვადით დაუჭერეთ ხარი კონკრეტულ კანდიდატურას. იყო საუბარი კონკრეტულ ელჩებზე, საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და რომლებსაც ამ კუთხით ერთგვარი ანგარიში მოთხოვეს. რაც შეეხება კანდიდატურის არ მაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ ეს არის დახურულ რეჟიმში გამართული შეხვედრები. ანუ ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, უბრალოდ სამართლებრივად არასწორია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეს არის დახურულ რეჟიმში წარმართული შეხვედრები. რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, რაც ისეთი ახმა აქვს ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კეთილშობილებიდან გამომდინარე, კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე
იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას ვიღაცებს აქვთ ამის საქმე, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ რა თქმა უნდა თავში ჩარტყმით არ უპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს. და სწორედ ამას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საიმედოების წარმომადგენლის ხარდაჭერასთან თუ რომელიმე სხვა კანდიდატის ხარდაჭერასთან ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის ხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რო არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყვის ცდელობა და ეს შემდეგ ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად. თუმცა საბოლოო ჯამში გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობაზე. ჯერ მარტო ეს კაცი არის წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ამ ორგანიზაციის გაეროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როდესაც ასეთი კაცი ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი, ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უთხოვარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო ეს მართალია, მაგრამ პასუხს უნდა იმსახურებდე იმისათვის, რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა. აი როცა ნახეთ, როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას თავში შეარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა გქონდეს, რომ არ გპასუხობენ, ხო? მან სადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. კონკრეტულად ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ძალიან ზოგადად არ განმარტა უფრო მეტად, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლის ბოლომდე. ეს არ არის საინტერესო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქნა ის წარდგენილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა მისი კანდიდატურის გამოწვევა. მანამდე მინდა შეგახსენოთ, როცა ამ ლექსიკით საუბრობს კონკრეტული ადამიანი, ჩვენ დაუჭირეთ ჯერ 8 წლის წინ და შემდეგ 4 წლის წინ მის კანდიდატურას მხარი და ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ ამ ყველაფერში, ხო? მაშინაც იყო ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს კონკრეტული თქვენ მოგწონთ ეს ტერმინოლოგია, რომელსაც სოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თქვენ მოგწონთ ეს ტერმინოლოგია, როგორ შეიძლება ვინმეს მოწონდეს. ხო, ანუ ამით ხო დაამტკიცა მან, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება მისი გამოწვევის თაობაზე. შესაბამისად ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არ გამოწვევა, ხო? ეს იქნებოდა ქვეყნის ღალატი, ჩვენი სახელმწიფოს ღალატი. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას ჭირდება შესაბამისი რეაქცია. არჩევნებისთვის მზადებაზე რა შეგიძლიათ გითხრათ? ვემზადებით. 4.5-ია დარჩენილი არჩევნებამდე. ჩვენ მუშაობთ პირველ რიგში იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64 მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს ევროპის კანდიდატები, სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება უკვე სიები ამ მიმართულებით და გარდა ამისა, ბუნებრივია ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივახციოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი 64 მერი, 64 საკრებულო, ხო ეს არის ჩვენი უპირობო ამოცანა და მე ვარ დარწმუნებული მათ შორის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივახცევთ. ჩვენ გვაქვს ასევე პარტიული რეიტინგები, რომელიც არის გაზრდილი წარმოიდგინეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებითაც კი. აქედან გამომდინარე, ვარ დარწმუნებული, რომ 64 მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ბატონი რაკლი უნდა გითხოთ ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, ბატონ თამაზოშვილთან დაკავშირებით, თქვენ ახსენეთ, რომ მის დღეს წარუდგინეთ პარტიულ წარმომადგენლობას, რა შეგიძლიათ ასევე თქვათ სამომავლოდ თანამშრომლობის შესახებ ამ ჭრილში? ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვექნება, ბუნებრივია, ბატონი სულხანი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე პარტიული კუთხით გვექნება ბუნებრივია მჭიდრო კოორდინაცია, გამომდინარე იქიდან რომ ის ეკავებს ასევე პარტიულ თანამდებობას, აჭარის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას, გვექნება ძალიან მჭიდრო კოორდინაცია. მთავარი მიზანი არის ბუნებრივია მაქსიმალურად ვიზრუნოთ ამ მხარის განვითარებაზე, აჭარის განვითარებაზე, კონკრეტულად ბათუმის, სხვა მუნიციპალიტეტების განვითარებაზე, ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი
ამოცანა მაქსიმალური ზრუნვა აჭარის განვითარებასა და ამის გარშემო გვექნება პირველ რიგში კოორდინაცია ბატონ სულხანთან. შათირაშვილის წერილთან დაკავშირებითაც კითხავთ, ეგრეთ წოდებულ deep state-ზე და მათგან მართულ დიპლომატებზე საუბრობს რევოლუციურ სცენარებზე და ამბობს, რომ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან კონტროლის გამკაცრება, მათ შორის საელჩოებში კვოტებზე, დაფინანსებაზე და ასე შემდეგ. თქვენი პოზიციაც გითხარით ამ შემდეგ. მე კონკრეტულ პასუხს ამაზე ვერ გაგცემ, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ არის არასწორი პრაქტიკა, როდესაც ელჩები, საელჩოები არიან პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ეს არ არის არც ელჩების საქმე, არც საელჩოების საქმე, არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც ugრძალავს დიპლომატიურ მისიების წარმომადგენლებს ჩაერთონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. ამის საპირისპიროდ თქვენ გახსოვთ, რომ მაგალითად ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და პირდაპირ მოუწოდა ქართველ ამომრჩეველს რადიკალური ოპოზიციის ხარდაჭერისკენ. ხო ეს ხო პირდაპირ მოწოდება, პირდაპირ აღნიშნა მან, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა იყო ცუდი და ამ პოლიტიკის შესასრულად უნდა გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე. ხო პირდაპირ პოლიტიკური საარჩევნო მოწოდებაც კი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. რაც არის ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა, ეს ჩვენ პრობლემებს არ გვიქმნის. როგორც ასეთი, მაგალითად არჩევნების მოგების კუთხით ჩვენ მოუგეთ ყველას, მათ შორის ევროკავშირის ელჩს და მათ შორის 4-ვე რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას. პრობლემა არის სხვა რამეში. არ შეიძლება ასეთი მასშტაბით მოხდეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის სტრუქტურების დისკრედიტაცია. ქართული ხალხი ხედავს, დაინახა არჩევნებამდე, ხედავს ახლაც, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ევროპელი ბიუროკრატები, ამერიკელი ბიუროკრატები ცდილობენ ხელისუფლებაში დააბრუნონ სისხლიანი პოლიტიკური ძალა აგენტურა, ხო? საუბარია კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე. თქვენ ალბათ აგვირდებით ხოლმე საგამოძიებო კომისიის მუშაობას. არის ჩვეულებრივ სადისტებზე საუბარი. რატომ უნდა ევროპულ ბიუროკრატიას, ამერიკულ ბიუროკრატიას, საუბრობ წინა ადმინისტრაციაზე ამ შემთხვევაში, რატომ უნდათ მათ ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება, ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოება მსჯელობს და ეს იწვევს ბუნებრივია საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას და ასევე იწვევდა ყოველ შემთხვევაში აქამდე ამერიკული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას. ამ კუთხით არის ჩვენთვის ეს ყველაფერი პრობლემა. როდესაც ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული მოვლენა. მაგრამ აუცილებლად გითხოთ deep state-ზე. გეუბნებით, რომ არ მაქვს იმდენად მაღალი IQ, ესე თქვენ ტერმინებით ვილაპარაკო, რომ ეს სხვა წარმოდგენა მაქვს. ამიხსენით, რა არის ეს გლობალური ომის პარტია ჩააჩოჩა, გააქრო, გადაიბარა, მემკვიდრია. სახელი გვარი მისამართი რაღაცა ხო შეიძლება გქონდეს აგვიხსენეთ. სხვათა შორის deep state-ზე საუბარი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ საუბრობდით გლობალურ ომის პარტიასზე და რასაც ჩვენ უწოდებდით გლობალურ ომის პარტიას, იმას უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია deep state-ს. ვინ არის გამოშეცვალეთ სახელი? ნუ დავამთხვიეთ, ჩვენი ერთ იგივეა თავის შინაარსით, რასაც უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, იმას უწოდა ტრამპმა deep state და ჩვენ ვიმეორებთ ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის ტერმინოლოგიას. შესაბამისად, ვინ არის deep state, ჩვენ თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გითხოთ ტრამპის ადმინისტრაციას. სახელი გვარი არა, deep state? სახელი გვარი როგორ ექნება გაერთიანებული? გაერთიანებულია ბევრი?